შენიცი სპორტის მე-7 ეპიზოდით გიბრუნდებით, რაც იმას ნიშნავს, რომ დღეს ბოლოს წინა მეოთხედ ფინალისტის ვინაობას გავარკვევთ. ძალიან საინტერესო ჟღერს ჩვენი დღევანდელი თამაშის აფიშა მოთამაშეებიდან გამომდინარე და დიდი იმედი მაქვს, რომ ამ მოლოდინებს ბიჭები ნამდვილად გაამართლებენ. შეგახსენებთ, რომ სეზონის გამარჯვებული მიიღებს 10,000 ლარს და ჩვენი წარმდგენია BetLive. მე კი ამ გადაცემის წამყვანი ზაზა ვარ და ახლა უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ დღევანდელი ეპიზოდის მონაწილეებთან. თუმცა იქამდე არ დაგავიწყდეთ ჩვენი YouTube არხის გამოწერა. გამარჯობა ბიჭებო, გაბრიელ ირაკლი. როგორ ხარ? გაბრიელ, შენგან დავიწყოთ, რა შემართებით ხარ და რა მოლოდინებით? იმ შემადგენლობიდან გამომდინარე, რაც ამ ტურნირზე შეიკრიბა, ცოტა რთულია მოლოდინი და გეგმები წინასწარ დასახა, უბრალოდ აქ სათამაშო და სიამოვნების მისაღებად ვარ მოსული. ფოფხა, შეიძლება. პირველ რიგში მადლობა მოწვევისთვის. სატესტო რაუნდი იმდენად საინტერესო იყო, იმდენად დინამიკური, იმდენად მაგარი, რომ მე მგონია, რომ მეც და გაბრიელის და ყველა სხვა მონაწილეც სიამოვნებას მივიღებთ და დღესაც იმედი მაქვს, რომ კარგი თამაში გამოვა და რაც თავარია პროცესში ორივესთვის იქნება სასიამოვნო დინამიკა. ყველაზე მთავარია ჩემთვისაც ეგ, რომ ისიამოვნოთ პროცესით. შეგვიძლია მაშინ დავიწყოთ და მოვისმინოთ პირველი რაუნდის წესები. პირველი რაუნდი, ფოტოდუელი. ამ რაუნდში ორივე მონაწილეს ეძლევა 90 წამი. მათი მიზანია ეკრანზე გამოსახული სპორტსმენების გამოცნობა, რომლის საშუალებაც რიგრიგობით ეძლევათ. სვლა იქამდე არ გადადის მეორე მოთამაშეზე, სანამ სწორი პასუხი არ დაფიქსირდება. იმ შემთხვევაში, თუ მოთამაშე ვერ გამოიცნობს ეკრანზე გამოსახულ სპორტსმენს, აუცილებელია თქვას სიტყვა შემდეგი, მაგრამ დაკარგავს საჯარიმო 3 წამს. რაუნდს იგებს ის, ვისაც მოწინააღმდეგეზე მეტი დრო დარჩება. მოვისმინეთ პირველი რაუნდის წესები. მეგობრებო, თუ შეკითხვები არ გაქვთ, შეგვიძლია დავიწყოთ. დავიწყოთ. სახით ერთმანეთთან პირისპირ მაშინ. და ტრადიციული მეთოდით ჯეირანით გავარკვევთ, ვინ დაიწყებს ამ რაუნდს. ერთამდე. კი ბატონო. ოკეი. ჯეირანი. ფოფხა იწყებს ამ რაუნდს, ხო? ფოფხა. ყურადღებით იყავი, შენი მოწინააღმდეგის უკან მონიტორზე 5 წამიანი კაუნტდაუნი ჩაერთვება და რაუნდს ვიწყებთ. წამზომი ჩაერთო. შემდეგ. შემდეგი. მესი. ოსინი. საბალენკა. შემდეგი. კიმი. პუტეიას. რამოსი. ზიკო. სილვა. შემდეგ. სანტა კრუსე. კარასკო. შემდეგ. დიკანიო. ჩემი იყო. ეუნდამე. თუ ეხა, ოლაჯუნ. დიაში. პომპა. მილა. რორიდება. შემდეგ. ბერკამპ. პიგზი. ჰოვარდ. შემდეგი. კი არა და რეინა იყო, ხო? იაგიელკა. შემდეგ. ჩისკო. სანდრო მომკელაშვილი. ორგი. შემდეგი. კიმრო. შიგრინსკი. ამოიწურა ფოფხას დრო, რაც იმას ნიშნავს, რომ პირველი რაუნდი გაბრიელს მიაქვს
თავის აქტივში, საერთო ჩათვლაში 1-0 ხდება ანგარიში. მეგობრებო, დაუბრუნდეთ საწყის პოზიციებს. ბორგი არა და მაკენროი ერთი საფეხურით აცდება. ხო, ისეთი რაივალრი იყო ამ ორში, რომ ერთმანეთში ამერია. არა უშავს. დავიდენი, შენ რო დიკანიო თქვი. მე ჩემი მეგონა და მე ულევ ჯუნზე, იმიტომ ვიყავ იმდენი ხანი გაჩერებული აქ შენ. მე მაღაზია ავირიე და პრინციპში ზაზასაც უთხარი ფოტო მეხსიერებაში. 7-8 წამი დავკარგი. თუმცა მაინც ფიშერი ჭადრაკთან ცოტა ისევ არა ვიცოდი. მე მგონი ერთადერთი ეგ იყო, ხო? კი, ფიშერი არ ვიცი. გადავშევთო გამას, ხო. არა უშავს, ფოფხა ყველაფერი წინ არის, მაინც მე მერჩევნია რომ დამარცხებული უფრო ამ რაუნდში ველოდი რომ ესე იქნებოდა. ყველაფერი წინ არის, 3 ქულა გვაქვს ჯამში გასათამაშებელი, მეორე რაუნდზე შეგვიძლია გადავინაცვლოთ, სადაც 3 მინი თამაში გველოდება და მოვისმინოთ მეორე რაუნდის წესები. მეორე რაუნდი, მინი თამაშები, ტაქტიკური კვადრატი. თამაში 9 უჯრისგან შედგება. თითოეული მათგანი ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად სხვადასხვა მოცემულობით არის დაკავშირებული. მოთამაშეების მიზანია, რომ სწორი ტაქტიკითა და პასუხებით შეავსონ გრაფა ისე, რომ გაავლონ ჰორიზონტალური, ვერტიკალური ან დიაგონალური კვეთები. სასტარტო 11-ეული. რაუნდის ამ ნაწილში მონაწილეები ეკრანზე ხედავენ კონკრეტულ თამაშზე წარმოდგენილი ერთ-ერთი გუნდის ძირითად შემადგენლობას. თითოეული ფეხბურთელი სირთულის მიხედვით არის დაყოფილი. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ მოწინააღმდეგეზე მეტი ქულა. set point-ი. მეორე რაუნდის გადამწყვეტ ეტაპზე მოთამაშეებს მოუწევთ გამოიცნონ ფეხბურთელის საკუთარი კარიერის მიხედვით. პასუხი დასწრებაზეა. მოვისმინეთ მეორე რაუნდის წესები. ბიჭებო, ყველაფერი თუ გასაგებია, შეგვიძლია დავიწყოთ ძალიან გასართობი. კი ბატონო. შეგვიძლია. მაშინ ნახოთ, როგორია ჩვენი დღევანდელი ტაქტიკური კვადრატის მოცემულობა. როგორც ხედავთ, ჰორიზონტალურად გვაქვს ასეთი მოცემულობა. შვედეთი, მოუგია ტრებლი და ნაპოლი. ხოლო ვერტიკალური მოცემულობა არის შემდეგი. უთამაშია MLS-ში, UEFA-ს თასის ან ევროპა ლიგის გამარჯვებული და ბარსელონა. რა თქმა უნდა, ვავსებთ მხოლოდ ფეხბურთელებს. ამ რაუნდს იწყებს ფოფხა, რადგან პირველ რაუნდში ბარსელონა ჩვეულებრივად ვისაც უთამაშია ბარსელონა. რასაც ხედავ მოცემულობას, ყველაფერი არის ფეხბურთელებზე მორგებული. ოკეი. კარგი, დავიწყოთ მაშინ ევროპა ლიგა UEFA-ს თასის გამარჯვებული მოუგია ტრებლი იყოს პედრო. პედრო სწორი პასუხია. ბარსელონა მოუგია ტრებლი ლეო მესი. მესი, რა თქმა უნდა, სწორია. მოდი ნაპოლი ბარსელონა იყოს მარადონა. ნაპოლი და ბარსელონა მარადონა ფოფხა აბსოლუტურად მართალია. შვედეთი და უთამაშია MLS-ში ზლატან იბრაჰიმოვიჩი. რა თქმა უნდა, დაიკეტა ფოფხას პირველი მცდელობა. ბარსელონა შვედეთი იყოს ჰენდრიკ ლარსონი. MLS-ი ნაპოლი ლორენცო ინსინიე. უნდა ჩავსვა MLS-ი და ტრებლი, ხო? სერხიო ბუსკეტსი. UEFA-ს თასის გამარჯვებული შვედი იყოს ვიქტორ ლინდელოფი. ლინდელოფი არასწორი. კი ბატონო. ფოფხა, შენი ჯერია. კარგი, მე ვიტყვი მაშინ ნაპოლი და მოუგია UEFA-ს თასის ევროპა ლიგა, ჩირო ფერარა ფინალში გოლიცავს ზლატანელი. კი ბატონო, ეს სწორი პასუხია. გაბრიელ, მეორე მცდელობა გაქვს ეხლა შენ ამ ოჯრაში. თუ კიდევ შეცდები, შენთვის კვდება ეს უჯრა და ფოფხას ექნება მერე ორი შანსი. შესაბამისად, პირველი მინი თამაშით შენთვის სრულდება აქ თუ შეცდი. არ ვიცი, არ მახსენდება. გაბრიელ. არ მახსენდება. კარგი. გაბრიელი გამოეთიშა ამ მინი თამაშს. ფოფხა, ორი შანსი გაქვს. თუ გინდა ორივე ფეხბურთელი ვინც გონია ერთდროულად მითხარი თუ არა და ერთი მითხარი და მე დაახლოებით 10-15 წამი იფიქრები. მარტივი რო არ არის იქიდანაც ჩანს რომ გაბრიელმა ვერავინ ვერ გაიხსენა. მოდი ერთი იყოს ანდერსონი ბაიერნის მცველი რო იყო. და ეს არასწორი პასუხია სამწუხაროდ. საუდნელი იყო. და მეორე მეორე იყოს მოდი ოლაფ მელბერგი, მაგრამ არ იქნება. არა, არც ეგ არ არის სწორი. მაშინ ახლა შეკითხვა უნდა დაგისვათ. ევროპა ლიგა ვინ მოიგო რამდენიმე თვის წინ? ევროპა ლიგა. ტოტენჰემ. ხო არ გახსენდებათ ტოტენჰემი? კულუსევსკი. ბერგვალიც. ანუ აი ეს არის რა. კარგი. პირველი მინი თამაში დავასრულეთ ფრედ, რაც იმას ნიშნავს, რომ გადავდივართ მეორე მინი თამაშზე, სასტარტო 11-ულზე, სადაც საკმაოდ საინტერესო შემადგენლობა გველოდება დღეს. მეგობრებო, მე მაინტერესებს ის გენიალური ფრაზა ალბათ ყველას გახსოვთ, რომ არ ვიცი, მე ყოველ შემთხვევაში იმ დროს 100 თუ ისე ბავშვი ვიყავ და 1-0 გოლ.
ხორვატებს გახსენეთ. კი, ხორვატებს რომ გაუტანეთ, აი ეგ საქართველოს შემადგენლობა უნდა გამოიცნოთ დღეს თქვენ. გამოვიტანოთ ეკრანზე დღევანდელი მოცემულობა. ერთ ფეხბურთელს გეუბნებით მე იქიდან გამომდინარე, რომ საპასუხო რაოდენობა დაგვრჩეს ლუცი. ეგ რო გამოუცნო რომელს მეთქვი არ არის ქულა? არ არის ქულა. ეს არის გუნდის კაპიტანი კახა კალაძე. ამ რაუნდს იწყებს გაბრიელს შენიშვა, შესაბამისი ნომერი მითხარი ფეხბურთელის და სწორად მახსოვს 3 ნომერი უნდა იყოს ხუბუტია. 3 ნომერი არის ხუბუტია და გაბრიელი წინ გადის 4-0. მაგას ვაპირებდი პირველს. კაი, ორქულიანი. ოფხა, მაინც სანამ პასუხებ, შეგახსენებთ, რომ 3 შეცდომის დაშვების უფლება გაქვთ. თუ ანგარიშში წინ ხართ, თქვენი ქულა გინარჩუნდებათ 3 შეცდომის შემდეგ, მაგრამ თუ ჩამორჩენაში ხართ, აზრი აღარ აქვს. ოკეი. კარგი, 6 ნომერი იყოს ზურა ხიზანიშვილი. 6 ნომერი ხიზანიშვილია და 4-3 ხდება ანგარიში. 2 ნომერი უჩა ლობჟანიძე. 2 ნომერი არასწორი პასუხია. პირველი შეცდომა გაბრიელს. კარგი, პირველი ნომერი ნუკრი რეუშვილი. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. 5-4-ს გადიხარ წინ ფოფხა. 5 ნომერი ალექსანდრე ამისულაშვილი. 5 ნომერი ამისულაშვილია და 6-5 ხდება გაბრიელის სასარგებლოდ. 9 იაშვილი. 9 ნომერი იაშვილია და გვაქვს სრული პარიტეტი. 6-6. 8 ნომერი მურთაზ დაუშვილი ხო არა? 8 ნომერი ნამდვილად მურთაზ დაუშვილია და ხდება 8-6 გაბრიელი წინ გადის. მაინც შეგახსენებთ, რომ 11 ქულაზე თამაში სრულდება, იმიტომ რომ 21 ქულა გვაქვს დაფაზე მოცემულობა და რომელიმე თქვენგანი თუ 11 ქულას აიღებთ, ყველაფერი დასრულდება თქვენს სასარგებლოდ. კარგი, 10 ნომერი, სხვა შორის მეგონა რომ მაგას გამორიცხავდი, ლევან კობიაშვილი. სწორი პასუხია. 8-7. 11 მე მგონი არის მარცვალაძე. არა, ეს არასწორი პასუხია და მეორე შეცდომა გაბრიელ. მარჩვენა მცველი. 8-7 გვაქვს ანგარიში გაბრიელის სასარგებლოდ, მაგრამ 2 შეცდომა აქვს გაბრიელს. კარგი, მოდი 2 ნომერი იყოს. ოღონდ არ ყოფილა, ლაშა სალუქვაძე გონი. სწორი პასუხია. კი ბატონო. მას არ მახსოვს. 10-8 ხდება ანგარიში ფოფხას სასარგებლოდ. ანუ 11 ნომერი, მოიცა, ჯერ 7 ნომერი იყოს კანკავა. 7 ნომერი არის კანკავა. 10-9. 10-9, ხო? ფოფხა, შენი პასუხი ამ მინი თამაშს იგებს ახლა. ნებისმიერ შემთხვევაში. მოდით 11 იყოს ლადო დვალიშვილი. ეს სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ მეორე რაუნდის მეორე მინი თამაში მიაქვს ფოფხას თავის აქტივში და მეორე რაუნდში გვაქვს 1-0 მინი ანგარიში და გადავდივართ მესამე მინი თამაშზე set point. ახლა საქართველოს. გავხსენეთ მთელი დაფა ისე რომ მაყურებლისთვისაც აღარ დაგჭირდა რაღაცეების განმარტებები. ოჩახ, კარგად ითამაშეთ ძალიან და ასე რომ წავიდეთ ახლა set point-ზე. ვიწყებთ set points. შეგახსენებთ რომ set point-ი ნიშნავს რომ ერთადერთი ფეხბურთელი იქნება და პასუხი არის დასწრებაზე. დავიწყეთ ფეხბურთელი პირველი კლუბიდან ბოლო კლუბამდე, ყურადღებით იყავით მეგობრებო. პირველი კლუბი არის პიაჩენცა. საიდანაც კალიარიში აღმოჩნდა ეს ფეხბურთელი. შემდეგ იყო რომა. შემდეგ იყო ინტერი. მეხუთე გუნდი არის ისევ კალიარი. რაჯა ნაინგოლანი. რაჯა ნაინგოლანი სწორი პასუხია და გადაარჩინა გაბრიელმა ეს რაუნდი და საერთო ჩათვლაში ანგარიში გვჭება 1-0. ახლა კი უკვე შეგვიძლია გადავინაცვლოთ მესამე რაუნდში სპორტპედია. მოვისმინოთ წესები. მესამე რაუნდი სპორტპედია. ამ რაუნდში მოცემულია 12 გრაფა, რომელიც 4 კატეგორიადაა დაყოფილი. თითოეული კატეგორია 3 სხვადასხვა სირთულის შეკითხვას მოიცავს. მოთამაშეები მონაცვლეობით პასუხობენ მათთვის მისაღებ შეკითხვებს. მონაწილის მიერ აღებული შეკითხვის ვერ გამოცნობის შემთხვევაში მოწინააღმდეგეს ეძლევა საშუალება მოიპაროს კითხვა. თუმცა თუ კი არასწორ პასუხს გასცემს, შესაბამისი ნომინალით გამინოსდება. მოთამაშეების მიზანია დააგროვონ რაც შეიძლება მეტი ქულა. მოვისმინეთ მესამე რაუნდის წესები. მეგობრებო, თუ ყველაფერი გასაგებია, გადავინაცვლებთ კატეგორიების ჩამოთვლას. სანამ კატეგორიებს ჩამოვთვლით, შეგახსენებთ, რომ ჩვენი წარმომადგენია ბეთლაივი. ახლა კი 4 საინტერესო კატეგორიის დროა. პირველი კატეგორია არის ტყუპები.
მეორე კატეგორია არის სპორტიდან ბიზნესში. მესამე კატეგორია არის მტკვარ დალეულები და ბოლო კატეგორია არის ქართველები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე. კატეგორიები თუ გასაგებია, შეგვიძლია რომ დავიწყოთ. რამე კითხვის ნიშნები ხო არ გაქვთ? გონი გასაგებია. კი ბატონო, მაშინ თქვენ აუცილებლად გამოიწერეთ ჩვენი YouTube არხი და ჩვენ ვიწყებთ მესამე რაუნდს. სპორტპედია, რომელსაც გაბრიელი გახსნის. იყოს ქართველები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე 200. ევროპის ერთ-ერთი ჩემპიონატის სიმბოლურ ნაკრებში მან ადგილი ფრანც ბეკენბაუერის, გერდ მიულერისა და პოლ ბრაიტნერის გვერდით დაიკავა. მარტვილის რაიონში დაბადებული ეს ფეხბურთელი ოლიმპიური თამაშების ბრინჯაოს მედალსაც ფლობს. მურთას ხურცილავ. მურთას ხურცილავა, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ 200-0 ხდება. ანგარიში გაბრიელი დაწინაურდა მესამე რაუნდში. მურთას ხურცილავა, რომელიც 2003 წელს ბოლო 50 წლის ყოლობაზე საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს. ქართველ სხვათა შორის მაგ სიმბოლურ ნაკრებში კიდევ ერთი ქართველი რევო ჯოძუაშვილი იყო ბეკენბაუერთან და ბრაიტნერთან ერთად. ნამდვილად ასეცოში. ოპხა, შენი ჯერია. აშკარად მზად გაქვს გონება ამ რაუნდში. კარგი, კი, იგივე კატეგორია იყო 300 ქულიანი. ქართველები დიდ საფეხბურთო ფორუმებზე 300 ქულა. მის ძეგლს თელავში შეხვდებით. დინამოში 150-ზე მეტი მატჩის ჩამტარებელ ამ მსვლელს 1962 წლის მსოფლიო ჩემპიონატზეც აქვს ნათამაშები. ეს უნდა იყოს გივი ჩოხელი. ეს უნდა იყოს გივი ჩოხელი და ეს ნიშნავს, რომ 300 ქულა მიაქვს ფოფხას. გივი ჩოხელი, რომლის სახელობისაც არის თელავის სტადიონი. ადი იყოს გაბრიელ, შენი ჯერია. ტყუპები 200. ამ იდენტურმა ტყუპებმა NBA-ის მრავალწლიან კარიერაში იდენტური მაისურები მხოლოდ ერთ სეზონში მოიგეს. ამ ფაქტზე მეტად საინტერესო კი ისაა, რომ ერთი ძმა NBA-ის ერთ-ერთი ნიუ-იორკელი ფრენჩაიზის ყველა დროის საუკეთესო მეკვლეა. ყოველი შემთხვევაში შეგახსენებ, რომ უნდა მითხრა ორივე მათგანი. არ ვიცი, ალბათ უნდა იყოს მარკუს და მარკის მორისები. არა. ეს არ არის სწორი პასუხი. ფოფხა, შენ არ იპარავ აშკარად. კი ბატონო, მაშინ გეტყვით, რომ ეს არის ბრუკ და რობინ ლოპესი. ბრუკლინ ნეტსის ფრენჩაიზის საუკეთესო მეკვლე ბრუკ ლოპესი. ფოფხა, შენი ჯერია. ოკეი, მოდი დავასრულოთ ქართველები დიდ ფორუმებზე 100. ქართველები დიდ ფორუმებზე 100 ქულა. ის იმ იშვიათ ქართველ ფეხბურთელთაგანია, ვის ტიტულებშიც ევროპის ჩემპიონატის ოქროს მედალს აღმოაჩენთ. მეცაც გეტყვით, ის ერთადერთი ქართველია, რომელსაც ევროპის ჩემპიონატის ფინალში გოლი აქვს გატანილი, ისე ხარ თავდაჯერებით, რომ მე მგონი 100 ქულა მიგაქვს. კი, ჩოხელისვე თაობის ფეხბურთელია, თუმცა ჩოხელია მის თაობის ესე უფრო სწორი იქნება, სლავა მეტრეველი. სლავა მეტრეველი, რა თქმა უნდა, სწორი პასუხია, 400-200 ხდება ანგარიში, ფოფხა 200 ქულიანი უპირატესობით გადის წინ. ტყუპები 300. ტყუპები 300 ქულა. 2008 წლის 19 წლამდელთა ევროპის ჩემპიონატის მოგების წვლილი ორივე ტყუპს თანაბრად დაუფასეს და ტურნირის საუკეთესო ფეხბურთელის ჯილდოც მათ მიიღეს. გაბრიელ, გადავინაცვლოთ პასუხისკენ. მაინც შეგახსენებ, რომ არაფერს არ ლარს და სვენ ბენდერები. აი უნდა იყოს. ეს აბსოლუტურად სწორი პასუხია. აი კლაჩს რო ეძახიან ისეთი პასუხი იყო. 300 ქულა გაბრიელს, 500-400 ხდება. ბრავო გაბრიელ. ოპხა. ოკეი, მოდი იყოს სადღაც ამოტივტივდა, ხო, ბოდიში მოყოლა პერიოდისას და მეც გაბრიელმა რო თქვა, მე გამახსენდა, არა და ბევრი ვიფიქრე. მოდი იყოს სპორტიდან ბიზნესში 200. სპორტიდან ბიზნესში 200 ქულა. ალბათ ვერასდროს წარმოიდგენდით, რომ იტალიასა და ინგლისში თამაშით ცნობილი ეს ფრანგი ფეხბურთზე მეტ ფულს ბიოქიმიკატებში იშოვიდა. ეს უნდა იყოს მეტიე ფლამინგი. ეს რა თქმა უნდა სწორი პასუხია. ფოფხა, შენი აზრით, დაახლოებით რამდენი მილიარდი ღირს, მილიარდი უკვე ხوار გაკურვებს? არა, იმიტომ რომ მსმენია რომ ძალიან ფეხბურთზე ბევრად წარმატებულია ბიზნესში. აი ბოლო მონაცემებით 20 მილიარდი არის მისი კომპანიის საერთო ღირებულება. რამდენიმე წელში შეიძლება რაღაცა კურსებიც რო გახსნას. ზედა მილიარდერებს შეუძლია უკვე. ზუკერბერგს დამაც ფეხბურთელებისთვის გახსნას კურსები. შეიძლება. გაბრიელ, შენ ჯერია 600-500 გვაქვს. ტყუპები 100. ტყუპები 100 ქულა. ქარიზმატული ძმების კარიერას ფლუმინენსედან დიდ ბრიტანეთში ტიტულების გარეშე არ ჩაუვლია.
მიუხედავად იმისა, რომ ტყუპთაგან ერთ-ერთს ყოველთვის უფრო მეტი სათამაშო დრო ეძლეოდა, 2011 წლის ჩემპიონთა ლიგის ფინალი სწორედ დაჩაგრულმა ძმამ დაიწყო. ეს უნდა იყოს რაფაელ და ფაბიო დასიგვები. ეს რა თქმა უნდა სწორი პასუხია და ჩვენ გვაქვს სუპერ მესამე რაუნდი. 600-600 ხდება ანგარიში. ფოფხა შენი ჯერია. მოდი მტკვარდალეულები 200-ებს. მივადექით მტკვარდალეულებსაც გავრისკეთ, ხო? მტკვარდალეულებში გულისხმობა ისეთი სპორტსმენი, რომელსაც საქართველოს გზაც გაუვლია რა. აქ უთამაშია. მტკვარდალეულები 200 ქულა. შესაძლოა 2012 წელს ამ თამაშზე ნამყოფიც კი ხართ და მაშინ ვერც წარმოიდგენით, რომ 22 ნომრიანი მაისურით მორბენალი ახალგაზრდა მომავალში პრემიერ ლიგას დაიპყრობდა. პოპხა, გადავინაცვლოთ ტრადიციულად პასუხისკენ. არაფერს არ კარგავ. გაბრიელის აშკარად არიპაროს. აუცი იყოს სტარიჯი. სტარიჯი არასწორი პასუხია. ერთ რამეს დაგიმატებთ. ეხლა უკვე უფრო დიდ ლეგენდაზე იყო ამ შეკითხვაში საუბარი. ეს არის საქართველოს და ეგვიპტის მატჩი. სადაც 22 ნომრიანი მაისურით ვიხილეთ მო სალაჰი. გაბრიელ შენ ჯერია. მოდი იყოს სპორტიდან ბიზნესში 100 ქულა. სპორტიდან ბიზნესში 100 ქულა. მსოფლიო სპორტის ეს ლეგენდა გარკვეული პერიოდის განმავლობაში ორგანიზაციაში დრეს კოდის წესებს არღვევდა. ის რის გამოც მას და ერთ კომპანიას ჯარიმების გადახდა უწევდათ ამ სპორტსმენის ერთ-ერთი ძირითადი შემოსავლის წყარო გახდა. დაგვისახელე რომელ სპორტსმენზეა საუბარი. მაიკლ ჯორდანი. რა თქმა უნდა, სწორი პასუხია. აქაც იგივე განვითარება მივიღეთ, რომ ბოლოს მოვიდა ხო ჯორდანი ჩვენამდე. 700-600 ხდება ანგარიში. ხო არ გახსოვს რის გამო აჯარიმებდნენ ჯორდანს? როგორც ვიცი, ფერი იყო რაღაც, რომელიც არ იყო დაშვებული ფილმიდან მახსოვს. არ მახსოვს, წითელი იყო, მე მომწონს თეთრი რაღაც ფერის გამო აჯარიმებდნენ, რომელსაც ნაიკი ხდიდა და შემდეგ უკვე გახსოვს. აღარაფერი აღარ დამიტოვე დასამატები. ეგრე იყო. $5,000 ხდიდა ჯარიმას ნაიკი ყოველ ჯერზე. ფოფხა შენი ჯერია. მოდი 100 ქულიანი მტკვარდალეულები. მტკვარდალეულები 100 ქულა სტრატეგიული სვლა ფოფხასგან. სანამ სოფლიოს საფეხბურთო სამყაროს მწვერვალებზე აღმოჩნდებოდა 2016 წელს მონაკოდან თბილისს ეწვია და მიხეილ მესხის სათადარიგო სტადიონზე 19 წლამდელთა საერთაშორისო ტურნირის ფინალი ლუის დე ლა ფუენტეს ესპანეთთან დათმო. 2016 თუ 2017. 19 წლამდე ევროზეა, ხო ლაპარაკი? დიახ. ევროპა არ მგონია იყოს. რაფაელ ლეაო ხო არ არის? არა, რაფაელ ლეოზე არ არის საუბარი. გაბრიელიც არ იყო. გავრისკენ პაპე უნდა იყოს. შენი ვერსია აბსოლუტურად სწორი იქნებოდა. კი, აქ თავი მინიშნება იყო, რომ მონაკოდან თბილისს ეწვია. ლეო. ვაკეში თამაშიდან 2 წელიწადში სოფლიო ჩემპიონატი მოიგო. სპორტიდან ბიზნესში 300. სპორტიდან ბიზნესში 300 ქულა. სპორტში წარმატებით დაბრუნების შემდეგ ის ამტკიცებდა, რომ გამარჯვების საიდუმლო ჯანსაღყვებაში იყო. ამის შემდეგ მას კომპანია სალტონი დაუკავშირდა და თავის პროდუქციას ამ მოკრივის სახელი დაარქვა, ხოლო ეს სპორტსმენი პროდუქტის სახედ აქცია. მოდი შეიძლება იყოს შეიძლება დაბრუნებას და მოკრივის. რავი, მოდი იყოს მაიკ ტაისონი. მაიკ ტაისონი არასწორი პასუხია, ფოფხაც არ იპარავს ამ შეკითხვას, იტოვებს ბოლო მცდელობას. ეს იყო ჯორჯ ფორმანი, ლეგენდარული მოკრივე, რომელმაც 81 შეხვედრა ჩაატარა, 76 გამარჯვება მოიპოვა, აქედან 68 ნოკაუტი იყო და არის ასევე ოლიმპიური ჩემპიონიც. წავედით. აი, დრამატურგიაც ასეთი უნდა თამაშის კულმინაციას მივაღწიეთ. ფოფხა, მტკვარდალეულები 300 ქულა თამაშის მოსაგებად. შესაძლოა არ იცოდეთ, რომ მე-20 საუკუნეში დიდებში მსოფლიო ჩემპიონატის ოქრო ვერცხლის მომგება მეკარეს თბილისში ახალგაზრდულ მსოფლიო ჩემპიონატზე უასპარეზია. შეკითხვა თამაშის მოსაგებად. ეს უნდა იყოს კლაუდიო ტაფარელი.
კლაუდიო ტაფარელი ეს სწორი პასუხია, რაც იმას ნიშნავს, რომ ფოფხას მიაქვს დღევანდელი თამაში. ბრავო ფოფხა, ძალიან მაგარი თამაში იყო. გაბრიელ, შენზეც ზუსტად იგივეს ვიძახი. სუპერ თამაში გვაჩუქეთ და ძალიან დიდი მადლობა. ტაფარელი მალევე მოვიდა, ხო აშკარად, აი დისაიდერ გადამწყვეტ შეკითხვაში. კი, სხვა შორის ბოლო დღეებში სოფლიო ჩემპიონატების ამბებს უყურებდი და რაღაცებს კითხულობდი და კი, მალევე მოვიდა პრინციპში უბრალოდ მაინც დავაზუსტე, რადგან ბოლო კითხვა იყო. გაბრიელმა ძალიან მაგრადი თამაშა, მას პირადად უთხარი, რომ ამ თამაშებს ჩვენს სივრცეში ვინც თამაშობს, ერთ-ერთი გოგოუთია ჩემთვის, ძალიან მაგარი მოთამაშეა, დღესაც მაგარი თამაში ჰქონდა და წარმატებები შემდგომ შეუძლია. აბსოლუტურად ვეთანხმები შენს თითოეულ სიტყვას. გაბრიელ, მადლობა მონაწილეობისთვის. მაგარი თამაში ჰქონდა. შეგუფასე მაინც თამაში. ფოფხას ულოცავ პირველ რიგში, დამსახურებული გამარჯვება იყო და რავი, ჩემმა არასწორმა გადაწყვეტილებებმა წამოღებინა. ბოლოს გარდალებულების აღებას ვფიქრობდა, რატო ავიღე ბიზნესის წარმოდგენა რა მაქვს. ბოლო 200-300-იანი როცა იყო დარჩენილი. კი, ეს თავიდან ვიცოდი და ძალიან ცუდად ვითამაშე, მაგრამ ეს ოდნავად არ აყნინებს ფოფხას ძალიან კარგი თამაშს, კიდევ ერთხელ გიდოცავ და წარმატებები შემდეგ ამოში. ფოფხას პასუხზე ტაფარელიზე შენი რეაქცია მაყურებელს უკვე ეუბნება რაც ხდება. დარწმუნებული ვარ ტაფარელს იღებდა ფაქტია. მოხდა ის რაც მოხდა. ნუ ზოგადად ერთს ვითხოვდი კიდევ ისეთი თამაშია რომ რაღაც ძალიან პატარა დეტალები წყვეტს და შესაბამისად კონკრეტულ მომენტში გამართლება ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემს პირველი გამოცდილება იყო სიამოვნების ხარისხი არც ისე მაღალი იყო, იმიტომ რომ ღელავდი მაინც, იმიტომ რომ ესეთი ფორმატის თამაში პირველად თამაშობდი, თუმცა მე ამაყება რომ ერთ-ერთ საუკეთესო მოთამაშეს მოუგე. გილოცავ ფოფხა. სუპერ, მართლა ბრავო. მადლობა ჩვენს მაყურებელს, შეგახსენებთ რომ ჩვენი წარმდგენია BetLive, ჩვენ ყოველ კვირა დღეს BeLive-ის YouTube არხზე შევხვდებით და აუცილებლად გამოიწერეთ რომ არ გამოგჩეთ საინტერესო ეპიზოდები. გემშვიდობებით ერთი კვირით. ნახვამდის. რაო, მეგობრებო, რაო, მაგარი თამაში. ბიჭო, რეები, სალახი როგორ ვერ გავიხსენე პროსტა.